ერთი წლის წინ ჩავწერე ვიდეო სახელად 2 წელში ქართული YouTube აღარ იარსებებს. ის რაც ამ ვიდეოში ვთქვი, გულწრფელად ვთქვი. თუმცა სათაური ოდნავ გადამეტებული იყო. ცოტა ინტრიგის შემოტანა მინდოდა, მაგრამ ჩემი ეს წინასწარმეტყველება სამწუხაროდ სიმართლე აღმოჩნდა. და ამ ვიდეოში გეტყვით თუ რატომ. სულად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან პრიმიტიულია. ეს უბრალოდ YouTube-ის სირცხვილია და ძალიან ტეხავს. რა გამოარჩევს YouTube-ს TikTok-ისგან? აი იცით რა არის? აი აქ თქვენი რეკლამა შეიძლება იყოს. აქ თქვენი რეკლამა შეიძლება. იქ თქვენი რეკლამა შეიძლება. რა ხდება? TikTok-ის მაყურებლის 85%-ს ავიწყდება ის თუ რა ნახა წინა ვიდეოში. ცოტა წინა ვიდეომ 4 დღეში 1 მილიონი ნახვა დადო. ბევრი ამბობდა რომ ამ ვიდეომ YouTube-ზე ახალი სიტყვა თქვაო. ხო და თუ გვინდა რომ YouTube-ი არ მოგდეს, ამ ყველაფერზე საუბარი ჩემი აზრით უკვე უნდა დავიწყოთ. იყო დრო როცა ქართულ YouTube-ს ძალიან აქტიურად ვუყურებდი. აქედან მოტივაციას, ინსპირაციას და ძალიან ბევრ ღირებულ ემოციას ვღებულობდი. დღეს კი საერთოდ ვეღარ პოულობ ისეთ არხს, რომელიც ასე ვთქვათ, ჩემს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. ხო და ბევრი რომ დავაკვირდი, მივხვდი რომ ასე მხოლოდ მე არ ვარ და ბევრს უქრება ინტერესი ქართული YouTube-ის მიმართ. დღე-დღე მცირდება ნახვების რაოდენობა, აუდიტორიის ჩართულობაც დაქვეითდა. ახალი სპონსორები თითქმის არ ჩანან. ტენდენციებიც არ იცვლება, ახალი კონტენტ კრეატორების სიმცირეა და ვინც იწყებს უკვე კარგად გადაღაჭილ თემებს ეხება. კვლავაც ყველაზე პოპულარული რჩება გართობა. და ამ ყველაფერთან ერთად პრობლემა ისიც არის, რომ ამაზე ღიად თითქმის არავინ საუბრობს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩამეწერა ეს ვიდეო და მენახებინა თქვენთვის ეს პრობლემა. ალბათ გახსოვთ 2020-2021 წლები, როცა YouTube-ის ბუმი იყო. მაშინ პანდემიის გამო გასართობ კონტენტზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და YouTuber-ებმაც ეს ყველაფერი კარგად გამოიყენეს. თუმცა ვფიქრობ, რომ YouTube-ის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ იქ დარჩა. შესაძლოა სწორედ ამიტომაც რომელიმე სეგმენტმა უბრალოდ ინტერესი დაკარგა. ეს ყველაფერი ჩემი მოგონილი არ არის. უბრალოდ დაკვირვებითაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს ასეა. შეადარეთ ნებისმიერ დიდ არხზე 1-2 წლის წინანდელი შედეგები, დღევანდელ შედეგებს. არხები, რომლებიც ადრე 200,000 ნახვებს დებდნენ, ახლა 100,000 ძლივს ცდებიან. რა თქმა უნდა არის გამონაკლისებიც, თუმცა საერთო ტენდენცია მაინც დაღმასვლისკენ მიდის. დღითი დღე იკლებს YouTube-ის მიმართ ინტერესი. ახალგაზრდებს თითქმის საერთოდ აღარ აინტერესებთ ეს პლატფორმა. და აღარ არის ის ემოციური ღრმა კავშირი YouTuber-ებსა და აუდიტორიას შორის, რაც ადრე იყო. რატომ? ამ კითხვაზე ძალიან ბევრი პასუხი არსებობს. თუმცა მთავარი ალბათ ის არის, რომ სწორედ ამ ემოციურ კავშირზე აღარ არის აგებული თითქმის აღარც ერთი კონტენტი. თითქმის და ამ სიტყვას დააკვირდით. თითქმის აღარ მოიპოვება ისეთი კონტენტი, რომელიც ჩვენში განვითარების, მოძრაობის სურვილს გააღვივებს და მოგცემს ინსპირაციას. შეიძლება ვინმე თქვას, რომ ყველას არ უნდა ეს, ზოგს უბრალოდ რეალობიდან მოწყვეტა და წამიერი გართობა უნდა. არც ეს არის პრობლემა. უბრალოდ აქაც ერთი პატარა ნიუანსია. ამ საქმისთვის უკვე არსებობს ერთი პლატფორმა, რომელსაც YouTube ამაში კონკურენციას ვერანაირად ვერ გაუწევს და ამაზეც ვისაუბრებ. YouTube-მა უკვე დაკარგა ეს რეალობიდან მოწყვეტის ფუნქცია. და ამ პლატფორმისგან ხალხი აღარ ითხოვს ისეთ კონტენტს, რაც მათ პრობლემებს დაავიწყებს. არამედ პირიქით დაანახებს იმას, რომ ეს პრობლემები მოგვარებადია და ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია. მე პირადად ფიქრები მტანჯავს ხოლმე ყოველდღიურად რაღაც სისულელეებზე და ვერ ვნახულობ ისეთ ვიდეოს ქართულ YouTube-ზე, რაც ჩემში ამ სიცარიელეს შეავსებს. რა თქმა უნდა არის ისეთი არხებიც, რომლებიც რაღაცისკენ მიბიძგებენ. პერსონაჟები და YouTuber-ები, რომლებიც მოტივაციას მაძლევენ. არა YouTube-ის მხრივ, არამედ ზოგადად. თუმცა საერთო სურათი მაინც კატასტროფულია. კომენტარების, გაზიარებების და მოწონების რაოდენობა ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა. ბევრი არხი დაიხურა უბრალოდ უსპონსორობის გამო. მაყურებლის რაღაც ნაწილმაც ინტერესი დაკარგა. და ამ ყველაფრის მიზეზი იმაზე ღრმაა, ვიდრე თქვენ გგონიათ. და პირველი და ალბათ მთავარი მიზეზი არის TikTok-თან კონკურენცია. TikTok-ი იყენებს ჩვენს სუსტ მხარეს, იმას, სადაც დაუცველები ვართ, ანუ სწრაფი სიამოვნების წყურვილს. ეს პლატფორმა დღეს გახდა თავშესაფარი ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრებაში რეალურ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან. მაგალითად 2022 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, TikTok-ის მომხმარებელთა 58% აცხადებს, რომ აპლიკაციას იყენებს სტრესის შესამსუბუქებლად, ან დროებითი ფსიქოლოგიური გაქცევის მიზნით. ფსიქოლოგები ამ ფენომენს დოფამინის პასიური გენერაციის რეჟიმს უწოდებენ. ანუ როცა ადამიანი არ ეძებს პრობლემის გადაწყვეტას, არამედ აქტიურად ცდილობს მის დავიწყებას ციფრული სტიმულაციებით. ეს სრულიად ადამიანურია. მესმის ცხოვრება რთულია და გვჭირდება ისეთი გარემო, სადაც წამიერად მაინც დავივიწყებთ ჩვენს პრობლემებს და უბრალოდ მოვუწყდებით ამ საყვაროს. ალბათ ერთ დროს YouTube-იც ამას აკეთებდა, გარკვეული კუთხით.
თუმცა პარალელურად YouTube რაღაც ღირებულსაც გვაძლევდა და არ იყო მხოლოდ იმაზე, რომ წამიერი სიამოვნება და დოფამინი მიგვეყო. თუმცა რაც TikTok-ი შეიქმნა, თითქმის ყველა ამაზე გადავიდა. ვინისთვის მიმზიდველ და მარტივ კონტენტზე, სადაც მთავარი მიზანი უბრალოდ სიამოვნების მიღება და ცხოვრებისეული პრობლემების დავიწყება. ხოდა YouTube-ისთვის ცუდი ამ ყველაფერში ისაა, რომ TikTok-ს კონკურენციას ვერასდროს გაუწევს. რადგან TikTok-ი გვაძლევს ყველაფერს უფრო სწრაფად და უფრო დიდი დოზით. YouTube-ზე 20 წუთიანი ვიდეოს ყურებას ადამიანს ურჩევნია შევიდეს TikTok-ზე 20 წუთით, უყუროს 100 ვიდეოს და მიიღოს უკეთესი შედეგი. აქედან გამომდინარე, როცა YouTuber-ები ცდილობენ გააკეთონ ის, რაც TikTok-ზე მუშაობს, კონკურენციას უბრალოდ ვეღარ უძლებენ და ეს სტატისტიკებშიც კარგად ჩანს. ხოდა TikTok-ის ვიდეოებმა შექმნა ინფლუენსერების ახალი თაობა, რომლებიც ახალგაზრდებისთვის უფრო ნაცნობი და რელევანტურია. YouTube-ზე დარჩა ის მაყურებელი, ვინც უკვე იცნობს ამ YouTuber-ებს, ამ პერსონაჟებს და ევასება ისინი. სწორედ ამიტომ შენარჩუნდა ის აუდიტორია, რაც შენარჩუნდა. მაგრამ ბევრი YouTuber-ი ცდილობს TikTok-იდან უკან წამოიყვანოს ხალხი. და ეს ძალიან კარგი სტრატეგია. თუმცა თუ YouTube-ზეც იგივე სთავაზობ, რაც TikTok-ზე უფრო მეტი და უფრო მარტივი მისაღებია, მაშინ ეს პროცესი ცოტა გაჭირდება. ცოტა კი არა, ბევრი გაჭირდება. დიდად გაჭირდება. ხო. ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან პრიმიტიულია. თითქოს ერთ წრეზე ვტრიალებთ. ანუ ისევ და ისევ რომ TikTok-ერები მოგვყავს გადაცემებში და ნახვები მხოლოდ ამით რო იდება, ეს უბრალოდ YouTube-ის სირცხვილია და ძალიან ტეხავს. მახსოვს 2021-ში ხდებოდა ასე და დღესაც იგივე წამიერი სიამოვნება, იგივე უაზრო ჩელენჯები, ანუ ადამიანებიც კი გამოილია. ანუ ეს ინფლუენსერები, TikTok-ერები და ცნობილი სახეები გამოილია და მეორე წრეზე წავედით თითქოს რა და ეგ ძალიან მაწუხებს. მაგალითად, წინა წელს 10 ყველაზე პოპულარული არხის ტოპ 50 ვიდეოდან 31-ის აღწერაში ან სათაურში ეწერა ჩელენჯი და რაღაცა versus რაღაცა. ხოდა მუდმივი სასაცილო ვიდეოების და გასართობი შოუების ფონზე გაჩნდა ისეთი შეგრძნება, რომ ქართული YouTube ღირებულების კრიზისშია. მაყურებელმაც უკვე შეამჩნია, რომ ვიდეოებმა ორიგინალურობა და სიღრმე დაკარგა. ქართულ რეალობაზე აგებული იდეები თითქმის საერთოდ აღარ არის და გლობალური ტრენდებით საკმაოდ ხშირად გადმოაქვთ ხოლმე. ასევე გვაკლია სპეციფიკური ნიშები, მაგალითად მაღალი დონის სამეცნიერო არხები, საბავშვო, ოღონდ ხარისხიანი და მართლა ღირებული საბავშვო კონტენტი და არა ბავშვების გამოსატვინებლად შექმნილი რაღაც სისულელეები. რავი, ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ვიდეოებიც სხვადასხვა სფეროებზე, ხელოვნებაზე, სოფლის ცხოვრებაზე, ქვეყნის შიდა კულტურაზე, ძალიან ბევრი იდეაა, რაც უბრალოდ არ კეთდება. და საბოლოო ჯამში ყველაფერი გადაჭედილია ერთი და იგივე უბრალოდ დოფამინზე მორგებული ნაკავით. რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე არხიც, რომლებიც რეალურად ღირებულ და სწორი ემოციებით გაჟღენთილ კონტენტს ქმნიან. თუმცა ერთეულები საქმეს ვერ უშველიან. სანამ YouTube-ზე საერთო ჯამში საერთო ხედვა არ შეიცვალა, მანამდე არაფერს ეშველება. ხოდა ამის გამოსავალი მგონია ახალი YouTuber-ები და ახალი სახეები. თუმცა აქაც ძალიან დიდი პრობლემაა. ახალი სახეები ვინც შემოდიან, ისევ და ისევ უკვე კარგად გადაღეჭილ კონტენტს ეხებიან და ფიქრობენ, რომ ეს მოუტანთ მათ წარმატებას. და კი, შეიძლება, რაღაც დროით შეიძლება კონდეს ამ ყველაფერს ჰაიპი. თუმცა აღმასვლაც ყოველთვის მოყვება დაღმასვლა. ხოდა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არხებს აკარგვინებს უნიკალურ სახეს და ავთენტურობას. და ამ ყველაფერმა საბოლოოდ ქართულ YouTube-ს ქარიზმა დააკარგვინა. თუ 2020-2021 წელს ჩნდებოდნენ ახალი ვარსკვლავები და აქტიურად იმატებდნენ გამომწერებს, დღეს ეს სახელგანთქმული YouTuber-ების წრე ფაქტობრივად იგივე დარჩა. თუმცა ყველა მათგანი უბრალოდ ნაკლებად აქტიურობით. ხოდა იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ახლა გითხარით. რა გამოარჩევს YouTube-ს TikTok-ისგან? არც არაფერი. ჩემი აზრით TikTok-მა უკვე დაიკავა ეს escapism-ის ფუნქცია. ანუ ცხოვრების პრობლემებისგან გაქცევა. YouTuber-ებისგან კი მაყურებლები უფრო ღრმა ემოციებს ელიან. როგორიცაა ინსპირაცია, мотиваცია, ფიქრის გაღვიძება, თანაგრძნობა, შთაგონება და ასე შემდეგ. თუმცა YouTube-ზე ამას ვერავინ იღებს, რადგან აქაც იგივე ხდება. სწრაფი დოფამინი, სწრაფი სიამოვნება, უბრალოდ უფრო ნაკლებად ინტენსიურად. საბოლოოდ კი პრობლემა სწორედ ესაა. TikTok-ს თავისივე თამაში ვერასდროს მოუგებ. რაღაც პლატფორმა რომ 100 თავით გჯობნის რაღაცაში, მგონი იმაზე ჩაჭერა უბრალოდ უნდა შეწყვიტო. ახლა კი სპონსორების მხრივაც რომ განვიხილოთ. აქაც ძალიან დიდი პრობლემაა. თუმცა სანამ ამას გეტყვით, თქვენთვის ძალიან მაგარი რაღაც მაქვს, ვისაც ამ ცხოვრებაში განვითარება და სწავლა გინდათ. აი, იცით ეს რა არის? ეს არის პომიდორის ჩითილი. მე ამას ეზოში გადავრგავ, გაიზრდება რამდენიმე თვეში მოსავალსაც. მოსავალს მოისხავს. მე წავალ ამ მოსავალს, მოვკრიფავ, შევჭამ
და ჩემზე ბედნიერი კაცი არავინ იქნება. ხო და მე პომიდორს არ გთავაზობთ. მე გთავაზობთ სწორი თესლის თუ ჩითილის იქ ჩარგვას, სადაც საჭიროა და რაღაც დროის შემდეგ მოსავლის აღებას. ვისაც პროგრამირება გაინტერესებთ, მეტა Pixel აკადემიას ძალიან მაგარი საჩუქარი გვაქვს. Front-end, back-end და full stack კურსზე პირველი 40 ადამიანი, ვინც დარეგისტრირდება ჩემი არხის სახელით, მიიღებს 10%-იან დაფინანსებას. Pixel აკადემიაში სულ რაღაც 6 თვეში ისწავლე ამ ყველაფერს. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ შენი სერტიფიკატი კურსის ბოლოს blockchain-ზე აიტვირთება, სადაც 200 წელი იქნება შენახული. რეგისტრაცია 25 მაისს სრულდება, ასე რომ იჩქარე. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. Pixel აკადემიას ასევე აქვს კრიპტო ტრეიდინგის და ფინანსების კურსებიც, რომლებზეც რეგისტრაცია მალე დაიწყება. ხო და მე პირადად შემიძლია გითხრათ, რომ კრიპტოს, ფინანსების და ტრეიდინგის სასწავლად უკეთეს ადგილს ვერსად ვერ ნახავთ. ხო და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეტყვიოთ მათ საიტს და რეგისტრაციისას არ დაგავიწყდეთ ჩემი სახელის მონიშნა. წარმატებები. ხო, ეხლა რო გავაგრძელოთ სპონსორებს. ამ მხრივ ისეთი შეხედულება შეიქმნა, რომ ბევრი ნახვა უდრის შედეგს. მაშინ, როდესაც იუთუბერებს ბევრი ნახვები ჰქონდათ, ზუსტად მაგ დროს ჩამოყალიბდა ეს შეხედულება და დღემდე ასე ფიქრობს ბევრი. თუმცა ეს ასე არ არის. მოდი დავსვათ კითხვა. რა უნდა კომპანიას? კომპანიას შეიძლება ბევრი რამე უნდოდეს. თუმცა მე მხოლოდ ორ რაღაცას გამოვარჩევ. ცნობადობის გაზრდა და ამ ცნობადობის პირდაპირ გაყიდვებში ასახვა. რა თქმა უნდა, ნახვები ცნობადობის გაზრდას ხელს უწყობს. თუმცა რას უშვებით გაყიდვებს. თუ კომპანია ვთქვათ იუთუბერის 100,000-ობით ნახვაში ვერ ამოიცნობს მის სამიზნე აუდიტორიას, მაშინ რატომ ჩადებს აქ ფულს? TikTok-ზე რეკლამა ბევრად იაფიჯდება და შეიძლება ცნობადობის მხრივ პირიქით უკეთესი შედეგიც დადოს. თუმცა ეს ნახვები რეალურ გაყიდვებში უფრო ნაკლებად კონვერტირებადია, რადგან კვლევების თანახმად TikTok-ის მაყურებლის 85%-ს ავიწყდება ის თუ რა ნახა წინა ვიდეოში. წარმოიდგინეთ, ანუ ესე რომ სკროლავ, რაღაცა ვიდეო რა შეგხვდება და იმას უყურებ, კაი მოგეწონა და ლაიქ და კომენტარე, მე კიდე ასკროლე, კიდევ ერთი რაღაც შეგხვდა, მაგ დროს რო კითხო ადამიანს, რა ნახე წინა ვიდეოში, ვერ გიპასუხებს. ხო და YouTube ამ ყველაფერში უფრო ძლიერი პლატფორმაა. აქ რეკლამა ბრენდის ცნობადობას, სახელს და სანდოობას ზრდის. ასევე მიზნობრივი აუდიტორიის კუთხითაც კარგი პლატფორმაა. თუმცა სწორედ ის პრობლემა, რაც წეღან ვახსენე, ამ ყველაფერს ხელს უშლის. თუ ყველა ერთი და იგივეს აკეთებს და არ არის განსხვავებულობა კონტენტის მხრივ, აუდიტორიაც არ არის განსხვავებული და ვერ დაიყოფა იქ რაღაც სხვადასხვა ინტერესების მიხედვით. სწორედ ამიტომ კომპანიები ნახვებისთვის და ცნობადობისთვის TikTok-ს იყენებს, მიზნობრივ აუდიტორიამდე მისასვლელად კი Facebook Boosts, რომელიც შეიძლება უფრო იაფი ზღირდეს და უფრო კარგი შედეგიც მოიტანოს. ეს ორივე რა თქმა უნდა YouTube-ზე სპონსორობას ვერ შეედრება, თუმცა რადგან ყველა ასე ფიქრობს და ინფორმაცია არასწორად არის მიტანილი ყველასთან, საერთო სიტუაცია ასეთი შეიქმნა. TikTok-ზე ასევე უფრო მეტია ჩართულობაც, დაახლოებით ნახვების 10%. ანუ ნახვებთან შედარებით 10% ადამიანი ალაიკებს, აკომენტარებს, აზიარებს და ასე შემდეგ. YouTube-ზე კი ეს ყველაფერი დროდადრო მცირდება. თუმცა აქ ამით არც განისაზღვრებოდა. YouTube-ზე ადამიანი ერთ ვიდეოს უფრო დიდხანს უყურებს ვიდრე TikTok-ზე და სწორედ ამაში გამოიხატება ადამიანის ჩართულობა. თუმცა ამ მაჩვენებელსაც ნელ-ნელა კარგავთ TikTok-ის დამსახურებით და იმის დამსახურებით, რომ აქაც იმას ვაკეთებთ, რასაც TikTok-ზე აკეთებენ. და TikTok-ზე რომ მიჩვეულები არიან, რომ უნდა ასკროლონ რაღაცა წამიერი დოფამინის მიღებისას, აქაც როცა წამიერ დოფამინს მიიღებენ, უბრალოდ ახვევენ ან უბრალოდ გადიან რაღაც სხვა წამიერი დოფამინის მისაღებად. ხო და საბოლოოდ TikTok-ი აჩენს ტრენდს, მაგრამ YouTube-ზე ყალიბდება აუდიტორიის ერთგულება. და სწორედ ეს არის YouTube-ის ძალა. თუმცა ამ ყველაფერს რატომღაც ვეღარ ვიყენებთ. აქ შეიძლება ვინმე შემომედაოს, როგორ უნდა გაკეთდეს განსხვავებული კონტენტი განსხვავებული აუდიტორიითო. საქართველოს ბაზარი ხომ ასეთი მცირეაო. თუმცა ნახეთ, სოთოს წინა ვიდეომ 4 დღეში 1 მილიონი ნახვა დადო. მცირე რიცხვი ნამდვილად არ არის. ხო და რატომ მოხდა ნეტა ასე? იქნება იმიტომ, რომ მაყურებელს რეალური ღრმა ემოციები და რაღაც ახალი მიაწოდა. თან ეს ვიდეო 1 საათიანი იყო. დარწმუნებული ვარ, საშუალო ნახვის ხანგრძლივობაც ძალიან მაღალი ჰქონდა. ხო და როდის უნდა გავიგოთ, რომ ადამიანები YouTube-ისგან აღარ ელიან წამიერ სიამოვნებას და უფრო ღრმა რაღაცები აინტერესებთ. ბევრი ამბობდა, რომ ამ ვიდეომ YouTube-ზე ახალი სიტყვა თქვაო. ახალი არ ვიცი, მაგრამ სიტყვა ნამდვილად თქვა. ანუ არსებობს აუდიტორია, რომელსაც აქვს ღრმა მოთხოვნილებები და აქეთ არსებობს კონტენტი, რომელიც ერთი და იგივე გასართობი ნაგავია. ანუ აქეთ აუდიტორია, აქეთ არაფერი. ვიცნობ იუთუბერებს, რომლებმაც რეალურად სცადეს ღრმა ემოციურად დატვირთული ვიდეოს შექმნა, თუმცა შედეგი არ დაიდო. ასევე ხშირად მომისმენია საუბარი იმაზე, რომ ხალხს მხოლოდ ნაგავი კონტენტი აინტერესებს. თუმცა ეს ასე არ არის. უბრალოდ ხალხი იმას უყურებს, რასაც შენ აჩვევ და რასაც შენგან ელიან. ხო და კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთადერთი გამოსავალი, რაც მგონია, არის ის, რომ შეიქმნას ღრმა კავშირი
YouTuber-ებსა და მაყურებლებს შორის. რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილში ეს ყველაფერი უკვე არსებობს, თუმცა YouTuber-ებმა თითქოს შევწყვიტეთ ამ კავშირის შექმნა და განვითარება. ხო და ასე არ ხდება. მუდმივად თუ არ ეცადე ამ კავშირის უფრო გაღრმავება და გაძლიერება, რაღაც დროის შემდეგ ამ ყველაფერს უბრალოდ დაკარგავ. მსმენია ისტორიები თუ როგორ წერენ ჩვეულებრივი მაყურებლები YouTuber-ებს, რომ მათმა ვიდეომ ცხოვრების რაღაც რთული პერიოდი გადაატანინა. ხო და ახლა წარმოიდგინეთ იმ ნაგავის მაგივრად, რომ რეალურად ღირებულ კონტენტს ვქმნიდეთ. რეალურად ვანახებდეთ ამ ადამიანებს, რომ ყველაფერი ამ ცხოვრებაში დროებითია, ყველა პრობლემა, ყველა გასაჭირი, რომ ვანახებდეთ მათ, რომ ჩვენც გამოვიარეთ ეს პრობლემები, ან გავდივართ ახლა და ყველაფრიდან არის გამოსავალი. ამ ყველაფერს რომ ვაკეთებდეთ, წარმოიდგინეთ, რამხელა ზეგავლენა გვექნებოდა და რამდენად მნიშვნელოვანი ტიპები ვიქნებოდით ყველასთვის და რამდენს დავეხმარებოდით. ხო და აღარ არის საჭირო რომ მაყურებელი მოწყვიტო რეალურ ცხოვრებას და დაავიწყო მისი პრობლემები. პირიქით, ამ ყველაფერზე უფრო ღიად უნდა ესაუბრო და უფრო გულწრფელად. ეს ყველაფერი თუ შეიძლება, მე მგონია რომ ქართულ YouTube ძალიან დიდი მომავალი ექნება. არ ვამბობ იმას, რომ ყველამ შემეცნებითი და რაღაც ასეთი კონტენტი უნდა აკეთოს. არც იმას ვამბობ, რომ მე რასაც ვაკეთებ, ის არის სწორი და მე ვარ მაგარი. მეც იგივე წრეზე ვტრიალებ რეალურად. რამდენი თემა არსებობს და რამდენი იდეა. რაზეც ადამიანმა ვიდეოები მართლა გულწრფელად და მისი სურვილით შეიძლება აკეთოს. თუმცა ამ ყველაფერს ხელს ისიც უშლის, რომ ბევრი YouTuber-ი სპონსორზე დამოკიდებულია და ესეც მესმის, ანუ ზოგი ისეთ კონტენტს აკეთებს, რომ მართლა საჭიროა ბევრი რესურსი და ფინანსები. თუმცა მაინც ძალიან ბევრია, ვინც უფრო მეტად კომერციულად მომგებიან კონტენტს აკეთებს და არა იმას, რაც რეალურად მასურს ან რაც რეალურად ღირებული შეიძლება იყოს. ხო და როგორც უკვე ვთქვი, მესმის რა თქმა უნდა, სპონსორები უნდა ეძებო. თუმცა ზედმეტად კომერციულობამ შესაძლოა ვიდეოს სიღრმე დააკარგვინოს. მაგალითად, ერთი კვირის წინ შეიქმნა რაღაც ახალი არხი. სახელს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ერთ კონკრეტულ არხზე ისტორია. ეს უფრო სიმპტომია საერთო პრობლემის. ხო და ერთი კვირის წინ შეიქმნა ეს ახალი არხი. არხი რა, უფრო სატელევიზიო პროექტს გავდა. ხო და იმის მაგივრად რომ ამ ტიპებს მაყურებლისთვის ეჩვენებინათ მათი გულწრფელობა, აუთენტურობა და ეჩვენებინათ მათი იდეები, ის თუ რატომ უნდა უყურონ, გამოდიან და ამბობენ რომ აი აქ თქვენი რეკლამა შეიძლება იყოს. აქ თქვენი რეკლამა შეიძლება. იქ თქვენი რეკლამა შეიძლება. რა ხდება? ანუ არანაირი ჰეითი და რაღაც, უბრალოდ რავი. ხო, ვიდეოს პირველივე წამიდან სპონსორს რო ებაზრები, რომ მოდი დაგარეკლამო და არა მაყურებელს, რომ ემოციური კავშირი შექმნა მათთან. ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. ანუ ჯერ სპონსორმაც ხო უნდა იცოდეს, რას აკეთებ და როგორ აკეთებ და რა ღირებულება შეიძლება მიიღოს შენგან. ესე არაა, რომ მე უბრალოდ YouTuber-ი ვარ და მოდით დამასპონსორდეთ დროზე. საერთოდ რაღაც ტრანზაქცია როცა ხდება, ორივე მხარეს კარგად უნდა კონდეს გააზრებული თუ რა ღირებულებას იღებს ამ ტრანზაქციიდან. თუ ერთს ან მეორეს არ ესმის ეს, მაშინ ტრანზაქცია არ უნდა შედგეს. ანუ პირველ რიგში უნდა გაარკვიო, რა ღირებულებას აძლევს შენ მაყურებელს, რა ღირებულებას აძლევს სპონსორს, რა ღირებულებას აძლევს შენ თავს. უნდა გაარკვიო, რა ღირებულებას გაძლევს სპონსორი, რა ღირებულებას გაძლევს მაყურებელი და შემდეგ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გააზრება და სწორი ღირებულებების დალაგება, რა უნდა იმას, რა გინდა შენ და ზუსტად შემდეგ უნდა მოხდეს ეს ტრანზაქცია. ხო და საქართველოში ვფიქრობ, რომ ეს ღირებულებების თემაც არ არის ბოლომდე სწორად გააზრებული და ჩამოყალიბებული. არც ერთი მხრივ. არც სპონსორების მხრივ, არც კონტენტის მხრივ. ხო და აუთენტურობის შენარჩუნებით მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია აკეთო ის, რაც შენ გინდა და რაც რეალურად ღირებულია და თან ყავდეს სპონსორი. ამის მაგალითები ქართულ YouTube-ში გვყავს და ერთ-ერთი წეღანაც ვახსენე. ვფიქრობ, რომ საჭიროა ისეთი ეკოსისტემის შექმნა, სადაც კომპანიები რეალურად ინტერესით დაასპონსორებენ YouTuber-ებს. დღეს ეს სქემატურად არ არის განვითარებული და ფართო მასშტაბით მარკეტინგული თანამშრომლობებიც იშვიათია. სწორედ ამიტომ ბევრ არხს აკლია რესურსები, კომპანიებს კი მიზნობრივი აუდიტორია და რეალური გავლენის მქონე კრეატორები. ამ ხარვეზის აღმოფხვრა კი ჩემი აზრით ორივე მხარეს წაადგება. ხო და თუ გვინდა რომ YouTube არ მოკდეს, ამ ყველაფერზე საუბარი ჩემი აზრით უკვე უნდა დავიწყოთ. ჩვენ TikTok-ს კი არ უნდა შევეჯიბროთ, არამედ საერთოდ უნდა გავყოთ TikTok-ი და YouTube-ი. იდეურად. YouTube-ზე უნდა კეთდებოდეს ისეთი ღრმა კონტენტი, რომელიც TikTok-ს საერთოდ ვერც კი დაესიზმრება. კონკურენციაში თავით კი არ უნდა შევიდეთ. არამედ ის უნდა ვაკეთოთ, რაც TikTok-ზე ვერ იქნება. მაყურებელი უნდა შემოდიოდეს YouTube-ზე და ემოციურად დატვირთული და სულიერად კმაყოფილი უნდა გადიოდეს. TikTok-ს კი ექნება თავისი ადგილი და იქ შევა ადამიანი მაშინ, როცა ენდომება წამიერად ამ ცხოვრების პრობლემების დავიწყება. ვიცი, ბევრი YouTuber-ი უყურებს ამ ვიდეოს და დაფიქრდით. მართლა გსურთ რომ ასე გააგრძელოთ. თუ გინდათ რომ გადაარჩინოთ ეს პლატფორმა. აუდიტორია აქ არის. უბრალოდ ელოდება ვიღაცას, ვინც იტყვის: მოდი გავაკეთოთ სხვანაირად.
სამუდამო არაფერია და თუ არ ვაჩვენეთ მაყურებელს ჩვენი განვითარება, აუდიტორია უბრალოდ გაგვასწრებს. ახალი ხალხი კი აღარ გვიყურებს TikTok-ის დამსახურებით. ერთ დღესაც კი შევამჩნევთ, რომ რასაც წლები ვაშენებდით, უბრალოდ ხელიდან გამოგვეცალა.